წარმოიდგინე, რომ შენ სხეულში ახლა ამ წამს შეიძლება ცხოვრობდეს რაღაც ცოცხალი, რაღაც რაც შენ საკვებს ჭამს, შენს ენერგიას იყენებს და შენ საერთოდ ვერ ხვდები. ასეთ არსებებს შეუძლია წლები ცხოვრონ ადამიანის სხეულში ისე რომ ადამიანმა ვერაფერი გაიგოს. დღეს მოგიყვებით 5 ყველაზე საშიშ პარაზიტზე, რომლებიც ადამიანს შეიძლება შეუძლოს და ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ლენტისებური ჭია. ლენტისებური ჭია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარაზიტია მსოფლიოში. ის ადამიანის ორგანიზმში ძირითადად ხვდება არასაკმარისად შემწვარი ხორცითა და დაბინძურებული საკვებით. სხეულში მოხვედრის შემდეგ ის მაგრდება ნაწლავის კედელზე და იწყებს ზრდას. და აქ არის ყველაზე შოკისმოგვრელი ფაქტი. ზოგი ლენტისებური ჭია შეიძლება გაიზარდოს რამდენიმე მეტრამდე სიგრძის. ადამიანი ხშირად ვერ ხვდება მის არსებობას, რადგან სიმპტომები თავიდან ძალიან სუსტია. უმნიშვნელო სისუსტე, მალე იცვლება წონის კლება, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ორგანიზმს ძარცვავს საკვები ნივთიერებებისაგან. ადამიანის ასკარიდა. ეს პარაზიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ის ხშირად ხვდება ორგანიზმში დაუბანელი ხელებითა და დაბინძურებული წყლით. ასკარიდა ცხოვრობს ნაწლავებში, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ის მხოლოდ იქ არ რჩება. ზოგჯერ მას შეუძლია გადაადგილება და სხვა ორგანოებშიც მოხვედრა, რაც კიდევ უფრო საშიშს ხდის. ბავშვებში განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან აფერხებს ზრდას, იწვევს კვების ნაკლებობას და ამცირებს იმუნიტეტს. ეს არის პარაზიტი, რომელიც ნელა, მაგრამ სტაბილურად აზიანებს ორგანიზმს. ტოქსოპლაზმა. ტოქსოპლაზმა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უცნაური პარაზიტია. ის ხშირად გადადის კატების განავლიდან, დაუბანელი ბოსტნეულიდან, არასაკმარისად დამუშავებული ხორცისაგან. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი ვერც ხვდება, რომ ინფიცირებულია, მაგრამ ზოგ სიტუაციაში მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემებზე. განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს, რადგან შეიძლება ნაყოფში გადავიდეს და სერიოზული გართულება გამოიწვიოს. ზოგი მეცნიერი მას უხილავ ინფექციასაც უძახის, რადგან ხშირად შემოჩრდილად მიმდინარეობს. მეოთხე არის ტვინის მჭამელი ამება. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში პარაზიტი ამ სიაში. ის ცხოვრობს თბილ მტკნარ წყლებში, ტბებში, მდინარეებში, ზოგჯერ აუზებშიც. ინფექცია ხდება მაშინ, როდესაც წყალი ხდება ცხვირში. შემდეგ ის შეიძლება გადავიდეს ტვინში და გამოიწვიოს ძალიან სწრაფი ანთება. ამ ორგანიზმის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში ძალიან იშვიათია, მაგრამ მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანებები. სინამდვილეში ამ 4-ის გარდა არსებობს ასობით სხვადასხვა პარაზიტი, რომლებიც ადამიანის სხეულში შეიძლება ცხოვრობდეს. ზოგი მათგანი სისხლში მოქმედებს, ზოგი კუნთებში, ზოგი ნერვულ სისტემაზეც კი ახდენს გავლენას. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ბევრი მათგანი ძალიან დიდი ხნით რჩება. ადამიანი ფიქრობს, რომ უბრალოდ დაღლილია ან სტრესი აქვს, მაგრამ რეალურად მიზეზი შეიძლება სრულიად სხვა იყოს. ყველა ამ პარაზიტიდან დაცვის მთავარი გზა მარტივია: ხელების ხშირი დაბანა, სუფთა წყლის გამოყენება, საკვების სწორად მომზადება, ჰიგიენის დაცვა. ეს მარტივი ნაბიჯები ხშირად გიცავს ძალიან სერიოზული პრობლემებისაგან. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაწერე კომენტარებში, რომელი თემას ნახვა გინდა შემდეგ და გააზიარე. თუ გინდა რომ სხვებმაც იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენა.